პროტესტებთ მას, რომ ხვალიდან გვიწევს ზესტაფონის აგრარული ბაზრის იზრდება, მაგრამ სანამ სამართლიანობას არ დავინახავთ. სამართლიანობის აღდგენისთვის მოვმართეთ 3 დღის წინ ბატონ ქალბატონ ეკა ბესელიას და მან მოგცა იმედები, მაგრამ სამწუხაროდ ეკას თქმას მე მგონი იმდენი ძალას არ აძლევენ, როგორც რიგითი პოლიციელები და პოლიციის უფროსი გვიწვიტავს ზესტაფონში ცხოვრებას, ყოფნას და არსებობას. შვიდეთვე აქცია რაც არის ზესტაფონში, აქ არის ზესტაფონს არის ფეროს გაფიცულები აქვს, ბაზარია, ბაზრის ხალხსაც გაფიცვა ჭირდება. ერთი მეტალი აქვს დამოსაღები დარჩენილი, კიდე ჩვენ სადაც გევართ მისი მიწის დაბლა და ამ მეტალის თაობაზე გვარბევენ ამდენი ასობით და ათასობით ადამიანს. დედას მიწმევებია. ვინგა პატრონი ჩვენ არ გვაქვს, ვინა და ვიღაცა სამადაშვილია და აუ ზეით ვიღაცა დიდი კაცი. ვინ ყავს? ეხმარება ისი, რა ვიცი, მე ვიცავ, მაჩემი არალქევიცა იქ ხათრის მიწაში წევს. გვართმევს ვიღაცა სამადაშვილი ამ ბაზარს. ხვალ უნდა დაანგრიონ, ამაღამ დაჭრიან დახლებს. ხვალ მაღაზიებს გამოყრიან და მცადდება მე. დეიქშევა დოქტორ ახალი მთავრობა დაგეხმარებათ? აღარ გვაქვს იმედი. რატომ არა გაქვთ იმედი? იმედი როცა გვქონდა ახალი მთავრობის თავქოთ მოგლეჯი დავრბოდი რომ გაემარჯვათ. გეიმარჯვა კი ჩვენმა დეპუტატმა, მაგრამ ჩვენ აქეთ მოგვიტრიან და მე ის ძირითადად აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კანონიერება უნდა დაიცვას ახალმა არჩეულმა პარლამენტმა. რა თქმა უნდა, ამ პარლამენტში მოსულმა უმრავლესობა შეადგენს ის პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ოცნებას ეკუთვნის, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სიმართლის დაცვას. გვირდებიან, რომ ჩამობრძანდებიან, ეხლა შეგხვდებიან, სიმართლეს გაარკვევენ და გვერდში დაგვიდგებიან. დღეს ჩვენ გვარბევენ, გვაგდებენ ჩვენი შექმნილი მაღაზიებიდან, ნაწვალებიდან და შექმნილიდან. ის ყაჩაღი ადამიანები, რომლებიც ნაციონალური პარტიის სათავეში იდგნენ სამადაშვილები და დღესდღეობით ვითომ ვერ მოერია ისევ ოცნების წარმომადგენლები. ხალხს ეჭვინ უგვებარება, რომ ახლა დარჩეული, ჩვენი ხელით დარჩეული მთავრობა შეეკრა მათ სამადაშვილებს, როგორ მერაბიშვილი დააკავეს და სამადაშვილი ვერ დააკავეს, ამას ემატება ყოფილი ჩინოსანი გამგებელი, რომელიც ყაჩაღდა ბანდიდან მივიდა ზესტაფონის გამგეობის სათავეში და დღესდღეობით ბატონობს ის სამადაშვილებს ისევ და წინამძღვრად უდგია. უნდა დაისაჯოს ამირან გაგაურძე და მისი მოსამართლე შვილი, რომელიც ოცნების პარტიიდან ისევ მოხვდა იმაში მოსამართლედ. ეს რა? მაგაზინები მე და მანახ რა გაქვს? დავაჩერეთ ეს პროცესი სასამართლოშია დავა სასამართლო არ მიიღო სასამართლო მიიღო არის დავა სასამართლოშია არის განმეიღო არგებულო დავალები და არ მიიღო სასამართლო პროკურატურაც მაგათია ყველა არ მიიღო ეგა უგენურობა ამისთვის ხარ ვიღაცამ რაღაცა უფრის სახში რო შეხვალ ხავდარაზე გვარ გამოდოს ხოვეთ ერთი დიპლომატია მამაშვილად ხოვეთ გამოგუყალეთ თქვენ დეპუტატი იმას არ ვიხსნას თქვენთან ერთად რომბელიზე ორივე ერთი ხარ ჩემთვის არის ქვეყანა რომ მაქსიმალურად დაუკავშირდეს შესაბამის ხალხს რომ რამენაირად გვერდში დაუდგეთ ამ ხალხს ეხლა რა ჯერ რა უნდა დაუკვირდეთ ჯერ მერტი დავალაპარაკო მერტი ხედება